ხო და წელიწად ნახევარი არის გასული და რა მოხდა? აი რატო გადაწყდა ესე და უშოთ ბეჟვეშვილის მერე უსვათ ოქროშვილის მოსვლა და შენი გაშება რასთან იყო დაკავშირებული? შენ რას ფიქრობ რა იყო? არა მარტო ეს იყო ორი მიზეზი, ერთი უბრალოდ აკადემია, როგორც ესეთი არ სურდათ, მე არ ვიცი ეს. ანუ გააუქმეს აკადემია? რა თქმა უნდა. ანუ კონფლიქტი დაიწყო ზუსტად აკადემიის გაუქმება. ანუ აკადემია ესეთი ფორმით უნდა გაუქმებულიყო და უნდა შექმნილიყო ერთწლიანი კურსი, რომელიც სწრაფად გამოუშვებდა ოფიცერთა რაოდენობას. ოქროშვილი ესეთ რაღაცას ამბობდა, რომ მე მჭირდება სწრაფად ბევრი ოფიცერი, იმიტომ გვაქვს ბევრი პრობლემა მოსაგვარებელი. ხო. ანუ რიტორიკა, სამხედრო მილიტარისტული რიტორიკა უკვე ჟღერს ამ თემაში. საქართველოს მტერი გულით თუ მენტალობით ცდილობს, რომ საქართველოს არ ყავდეს თავისი ოფიცრების ეს. ანუ აი ეს პირველი ოსეთთან რაღაც კონფლიქტივით რო ხდება ოქროშვილის პერიოდში, ამ დროს უკვე დაშლილია ესა? არა, არ არის დაშლილი, ამ დროს შინაგან საქმეთა მინისტრია ოქროშვილი, მაგრამ უკვე იკვეთება, რომ ჩვენ ალბათ ადრე თუ გვიან კონფლიქტი 2005 ხო? რა ხდება? აი მან რა მოხდა მან? არასწორი ანუ 2004 წელს ჩვენ ვხედავთ ახლა სამხედროებისთვის ადვილი წასაკითხია. ოპერაცია, რომელიც სტარდება ცხინვალის რეგიონში, არ შეესაბამება მოთხოვნას. ანუ სწრაფი ოპერაცია კი არის დაგეგმილია ეგრეთ წოდებული წმენდა ესე რომ ვთქვათ. ანუ სოფლების დაკავება და ნელ-ნელა დაუშვათ ტერიტორიების მოპოვება. ესე არ ხდება. ამ დროს მე ვხედავ არსებობს გეგმები, რომელიც კარდინალურად განსხვავებულია და რომელიც საქართველოს ალბათ ჩაითრევდა ხანგრძლივ ბრძოლაში. ან დამარცხდებოდა საქართველოს და უარს იტყოდა უკვე იქ. ან ეს კონფლიქტი იქნებოდა საკმაოდ ხანგრძლივი. ჩვენ იმ პერიოდში საკმაოდ ბევრი ინსტრუქტორია ამერიკელიც აკადემიაშიც და შეერაგებულ ძალებში, როცა ვსაუბრობთ, ყველა შეშფოთებულია, რომ ეს ოპერაცია არასწორად ტარდება. ერთი ის თუნდაც აი რომელ ოპერაციაზე ლაპარაკობთ? პირველ ოპერაციაზე, ხო? 2020 წელს ლაპარაკობთ ზაფხულის ოპერაციაზე. ხო, მაშინაც ეხა დიდი მსხვერპლი იყო, როგორც მე მახსოვს. აი ეს ოპერაცია იყო, ეს ოპერაციის დაგეგმვის ბრალია ეს. ანუ ავიღეთ სიმაღლეები და მე უცბად გამოვედით. ეს სიტუაცია იყო. თავდაპირველად შეცდომა იყო იქ დაყენება, ანუ გზის დაცვა არნიშნავს გზაზე განლაგებას. ეს ისი ბრალია, ელემენტარული უცოდინრობის ბრალია თუ რაღაც შეთქმულების ამბავია? ალბათ, ეხლა საკმაოდ ძნელია გამოძიების საქმე პრეროგატივა უნდა იყოს, მაგრამ შენ როგორ გონია? უცოდინარობა ნაკლებად, იმიტომ მე არ მჯერა, რომ ოფიცერი ამდენად უცოდინარია, რომ ესეთი ოპერაცია დაგეგმოს. მე აზრით გია, ეგ იყო პოლიტიკის კარნახი რეალურად, იმიტომ რომ ეხლა ესენ რომ მოვიდნენ ამ ვარდებით რაღაცეებით, მუდმივი დინამიკა უნდა ყოფილიყო, რაღაც ეგეთი რა, თარიღებთან დაკავშირებული ტერიტორიული მთლიანობის და ის უნდა გამართლებულიყო, რომ ეს რა აღმაშენებული საფლავზე რომ დავიფიცე, მე ამის ტენდენციას გავაგრძელებ, რა ერთ გიორგობას გავაკეთე ერთი რევოლუცია, მეორე გიორგობას გავაკეთე მეორე რევოლუცია, ამას წინ უძღვებოდა ეგრეთ წოდებული ჰუმანიტარული აქციები ცხინვალში. განათლების მინისტრი ჩადიოდა, წიგნები ჩაქონდა. ჯანდაცვის მინისტრი ჩადიოდა, წავლები ჩაქონდა. სოფლმეურნეობის მინისტრი ჩადიოდა, სასუქი ჩაქონდა. ანუ რაღაც სამოქალაქო დიპლომატიის მაგვარი მიდიოდა რა. როგორც გასაგებია, კარგად მახსოვს, ისიც მახსოვს, რომ მე ქარხნის აშენებასაც თვითონ ფორსირებულად იყო ეს და თან ეგრევე ამის პარალელურად ისეთი მესიჯები მიდიოდა, როგორც არის მაგალითად ცხინვალში ვარდების სუნი დატრიალდა. რაღაც ეგეთი. ანუ ეს იყო პოლიტიკის დაკვეთა რა, რომ მე მუდმივად თარიღებს უნდა მიუძღვნა წარმატებები რა. ეს ფორსირება, რომ ჩქარა. გიორგი რასაც ამბობს, ოფიცერს ეგ არ შეეშლება თუ ის ოფიცერია, ხო? რამდენად შესაძლებელია ეს ოპერატიულად გააკეთო, მაგრამ როცა პოლიტიკა გიკვეთავს სიტყვაზე რომ აი დღეს არის დაუშვათ 6 თებერვალი და მე 15 თებერვალს ეს უნდა გამიკეთო. ის შეიძლება თუ არ შეიძლება, იმას ის არ უყურებს, იმ პოლიტიკურად უნდა შედეგი გესმის რაშია საქმე რა. ამიტომ ამ დაჩქარებებმა რეალურად წააგო რა მთელი რიგი მომენტები და ეხლა მაგას რაც შეეხება, მე მაქვს ეხლა ინფორმაცია როგორი. მაგ პერიოდში ხელისუფლების აღქმით არის ცხინვალი, უბრალოდ აფხაზეთზე ადვილი არის ცხინვალი. ამიტომ ახლა ეს უნდა გავაკეთო, ხო? ერთის მხრივ გჭირდება რუსეთთან ურთიერთობა, ეს ჩადის იქ პუტინთან ხელის ჩამორთმევები რაღაცა და ნუ ახლა ჩემი კიდე გეუბნები, ჩემი ინფორმაციით დგება ესეთი პირობა რუსების მხრიდან, რომ დავაბრუნებთ ცხინვალს, ნატოზე თქვი უარი. აქედან მიდის კი რაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ ცხინვალს თუ დააბრუნე, ის გრძელდება, ხო? ის ტენდენცია, გამთლიანების ნაბიჯ ტენდენცია გრძელდება. ნუ ამაზე იქ რაღაც შეთანხმება ხდება და იწყება ეს ვარდების სუნის დატრიალების მომენტი, რომ ექიმები ჩადიან, სასწავლებლები ჩადიან რაღაც. ანუ მწიფდება სიტუაცია. ამავდროულად ყმაწვილს
სააკაშვილს ურთიერთობები აქვს ამერიკასთან. ის ძირითადად უფრო ფულის მომენტია, იმიტომ რომ ეხლა ეკონომიკური წინსვლა ეგრე იოლად გასაკეთებელი არ არის, მით უმეტეს ამათ ხელში, რომ თან არ ეკეტო ბიზნესი და თან ეკონომიკაში წინსვლა ქონდეს, ეგეთი რამე გამორიცხავს. მოკლედ ფული მინდა რა. და ფული რო უნდა ჩადის ამერიკაში, ამერიკას ეუბნება დაუშვათ რომ ფული მომეცი, იქიდან არის პირობა რომ როგორ ფიქრობთ ნატოზე სიტუაციას რა. ანუ პოზიციათა კონფლიქტი ხდება ორ მომლაპარაკებელთან რა. ესე იგი ერთთან მიდიხარ გეუბნება გაგიკეთებ როგორ ნატო არა, მეორესთან მიდიხარ კი გაგიკეთებ ამ შემთხვევაში ფულს როგორ ნატო. იქაც და იქაც ეუბნება ხოს. ხოს. ეს ორივეს აგდებ. ორივეს სტრუპენტელობა არის, სტრუპენტელობა ყველა მიმართულებით. უბედურება იმაში რომ ადამიანს იმაზე ცუდი არაფერი, როცა ადამიანს გონია რომ ყველაზე ჭკვიანია და ყველას მოატყუებს რა. თან ვის ატყუებს? ეხლა ხო წარმოგიდგენია რა, შეიძლება ქუჩაში ვიღაცა ერთხელ მოატყუო, მაგრამ ნუ ატყუებ ვის? რუსეთს და ამერიკას ატყუებ ერთად, საქართველოს თან ვინ? კი. და ამიტომაც არის ის აუტანლობა, მაგედან იწყება ერთმანეთის. უნდობლობა. პიროვნული უნდობლობა. უნდობლობა რა. ამის მერე ხდება ესეთი რაღაც რომ წიფდება კონკრეტული მომენტი, როცა უნდა გადაწყდეს ნატოსთან საქართველოს დამოკიდებულების საკითხი. ხელისუფლების დონეზე და ამ დროს ემთხვევა სტამბოლის სამიტი. სტამბოლის სამიტზე ჩადის მატვილი და დგება უკვე საკითხი რა უნდა ვქნათ. ხო თუ არა? ერთი უსმენს რომ უეჭველი ხო იქნება, იმიტომ რომ ნათქვამი აქვს, ხო? და ამაზე ფულია გადადებული და გამოგზავნილიც გარკვეულწილად. მეორე უსმენს არა იქნება, პოზიცია დგება ესეთი საქართველოს მხრიდან რომ ნატო სამიტიდან გადის რუსეთის წარმომადგენელი, ტოვებს რა, ყველაფერ ამას და ზარია პირდაპირ და გაიხსენე ჩრდილო კავკასიაში ახდენს ასე ვთქვათ მოგროვებას რუსეთის შესაბამისი ჯარები, ანუ იმ ტერიტორიაზე მყოფი, ანუ რაღაც სამხრეთ კავკასიული შენაერთი ოკრუგი რა მოკლედ რა. ანუ ისინი უკვე იწყებენ, ეგრეა, გადაგდება, მაშინ ჩვენ ზომებს მივიდეთ. საქმეზე გადავდიო. ანუ ხო, მოქმედება იწყება რა. ამის მერე ეხლა არც რუსეთმა იცის დაუშვათ რომ ამერიკასთან ეს მოლაპარაკება აქვს და შესაბამისად არც ამერიკამ, ანუ ორივე რო გადაგდებულია. ჯერ ეს ერთი მაგას რო იგებ. შენ რო ეს გადააგდე და მე რომ ხარი დამიჭირე, არც შენი აღამჯერა, იმიტომ რომ მატყუარა რა, როგორც ესე. ამის შემდეგ ხდება ზარი პირდაპირ ამერიკიდან და ესეთი რაღაცა რა. ესე იგი 1 საათში პოზიციას დააფიქსირებ და 24 საათში გახვალ ცხინვალიდან. ეს ის პერიოდი, როცა უკვე სიმაღლეები აღებულია რა. 9 საათში სააკაშვილი სტამბოლიდან აკეთებს განცხადებას და დაახლოებით 8 თუ 10 საათში გამოდის ეს ყველაფერი იქიდან. ანუ როგორი მომენტი ციპიდაბერ გეუნებიან გადი, თორე იწყება უბედურება, იმიტომ რომ შენ მოატყუე, ისინი მოატყუე რა და ტყუილზე არ გამოვა ეს სიტუაცია. მაგას მოყვა მე ის მომენტი რომ ეხლა შენ წარმოედგინე ეხლა ოქროაშვილს თავის პოზიცია ქონდა, გიორგიმ თქვა ეხლა რომ რაღაც ძალისმიერი რაღაცა და ამარო უთხრა ეხლა რომ თან წარმოედგინე ეხლა იქაურია რაღაცა, ამათ თქვა რომ როგორ მე სიმაღლეები ავიღე, დატოვე და მანდ იყო პირველი წინააღმდეგობა ერთმანეთს შორის. ეხლა რა მოხდა რეალურად? რუსეთთან მოლაპარაკებას ხო ფარ დაეხადა. მაგრამ ამერიკამაც ხო გაიგო ეს სიტუაცია როგორ არის, ხო? ეს ყველაფერი ამერიკამ კიდევ უფრო კარგად დაინახა აგვისტოში. იმიტომ რომ ივლისში რო იყო ჩამოსული კონდოლიზა რაისი, ერთ-ერთი მთავარი მესიჯი მაშინ იყო, რომ მზადდება რაღაც ომის მაგვარი, პროვოკაციის მაგვარი რუსეთის მხრიდან არ ჩაგითრიონ. არ ჩაგითრიონ რეალურად რა. მაგრამ ის ხო იცის რომ ამას შეუძლია ამის გაკეთება რა. გითხრათ არ წავყვები, მაგრამ სინამდვილეს წავყვები რა. ანუ ეს ყველაფერი 2004-ში, 5-ში, 8-ში ერთმანეთისგან არ განსხვავდება. ტენდენცია არის აბსოლუტურად ერთ და იგივე. ტყუილის ტენდენცია რა. და ეხლა ჩვენ გვიყვირს ჩვენ როგორ გვატყუებსო. ჩვენ კი არა, ამხელა ორზე სახელმწიფოს პარალელურ რეჟიმში ატყუებდა რა ადამიანი რა და ეხლა ის რა მოსატყუო, ის რა გასაკვირია რომ დაუშვათ პენსიონერს უთხრას რომ მოგემატება პენსიები, ქურთის და კეხვის და ამის პროცესები რა იყო ეს რომ შეიქმნა რაღაც კოკოიტი ფანდარას და მილიონები რო გამოიყო და ქურთაში დაიწყო ბონიემი ჩავიდა ქურთაში